დაუბრუნდით ისე პირდაპირ ეთერში და მინდა რომ დრო არ დავკარგოთ და ჯერმა მოყვეს კიდე ძალიან თუ ირაკლის მოვაყოლოთ ჯერ ირაკლის მოვაყოლოთ მისი ექსპერიმენტი და სრული იმპროვიზაცია ცოტათი დრო მეც დამითმეთ და მეც ბევრი საუბარი მინდა ჯონთან ხო და მე ჩამოგვიჯექ ცოტა ხას თუ ეხლა რა ხდება მე რაც ვქენი მაყურებელს ეხლა ალბათ ჩემი ვარაუდებით ჩაკაპული უფრო აინტერესებს ვიდრე ჩემი ორაგული ეგ გასაგები არის მაგრამ მაინც ორაგული გახსოვთ ალბათ როგორ ვქენით ნაღებთან ერთად მოუხარშეთ შებოლილი ორაგული დავაბლენდერეთ ცოტა მწვანილები მივეცით ლიმონი არ იქნება ცუდი და მე ავიღეთ ესეთი ტახტი გავაკეთეთ ცომისგან ჩვეულებრივი ცომი კარაქი ფქვილი შაქარი ვანილი თუ ცოტა წყალს მივცემთ ცოტა ოდენ წყალს მაშინ არ გაგვაწვალებს და ძალიან ფხვიერი არ იქნება და არ დაიფხვება მაგრამ სასურველია წყლის გარეშე და კარაქმა უნდა ჩაანაცვლოს ის როგორ ვთქვა ხევადობა თუ ასე შემდეგ ბომ მე კვერცხი შაქარი ვანილი ბლენდერი ბანანი და მისი ჯანი და ღუმელში ეხლა ამოვიყვანეთ თეთრი მინდოდა იტალიურად ნიშნავს ხო ნიშნავს ცხელი სიროპით მაგრამ ჩემი ზარმაცობის ამბავი ყველამ კარგად ვიცით და გავაკეთე ისეთი თეთრი ეხლა რა ხდება წესით ეხლა დამავიდა რატომღაც მეგონა იმიტომ მე ბევრი სამსახური მაქვს და აღარ მახსოვს სად რა მაქვს ხოლმე და მეგონა აქ მქონდა ეს კრემბრიულეს აპარატი ხო და ეს წესით ეს უნდა მე ცოტათი მოწვა და ძალიან ლამაზი და გემრიელი და ასე შემდეგ გამოდის მაგრამ ეხლა მე რაც მინდოდა წეხან ჯონის მეუღლესთან საუბრობდით ძალიან საინტერესო თემაზე იმიტომ რომ ჯერ მე რა შევამჩნიე ის რომ კახეთმა ჯონიმ კახეთი გაამდიდრა ეს ძალიან როგორ ვთქვათ ადრე თუ არსებობდა ეს აბრეშუმის გზა ხდებოდა ჩვენი განვითარება და დღეს ცოტა რაღაცნაირად სხვანაირად ხდება ხო და ყოველთვის უცხოელი როცა ჩადის მის დადებითს და უარყოფითსაც სხვათა შორის მაგრამ სასურველია დადებითი ეგრევე აითვისონ და შემდეგ გამიშდა ესეთი შეკითხვა აი ღვინოს აწარმოებთ თქვენ და მე როგორც ვიცი საქართველოში ჯერ სადილობენ შემდეგ ღვინოს სვავენ საფრანგეთში ჯერ ღვინოს სვავენ სინჯავენ ასე ვთქვათ და შემდეგ სადილობენ და ღვინოსთან ერთად სადილობენ ხო და ნუ მე დიჟესტივზე გადადიან ეხლა ფრანგების ახსნით ღვინო მადას გვიხსრავს და ამიტომაც უფრო თან გემოები როგორ ვთქვა უფრო მკვეთრი გემოები გვიჩდება და უფრო ვიგებთ გემოვნებას თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება ეს მაინტერესებს კახეთში ეხლა დღეს ჯერ ღვინოს სვავენ და მერე ჭამენ თუ ჯერ ჭამენ და მერე ღვინოს სვავენ ესე იგი კარგი კითხვა არის ეს ძალიან აქტუალურია ამიტომ თუ გვინდა რომ ღვინის ბარები გავაკეთებ საქართველოში და ღვინის რესტორანები სადაც განსხვავებული დამოკიდებულება ღვინის მიმართ პირდაპირ ფრანგული მოდელის აღება იქნებოდა არასწორი ამიტომ ქართველები სვანაირად იქნებიან ისაგებდნენ აი ღვინის მადლი და სვანაირი კულინარული კონტექსტი არის ჩვენ გენაც ფიუჟენი რო ვაკეთებ, არეცოდეს არ ვაკეთებ, როგორც ევროპული სესით, რომ ეხლა პირველი, ეხლა მეორე, ეხლა მესამე, ხო? ეს იდეა რომ ბევრი პატარა თეფშები, როგორც ტაპას, თქვა ესპანური ტრადიცია, ან მეზე, როგორც ეძახიან ლებანში და უფრო ბერძნული ტრადიციებში, ეს ბევრი კონტრასტული სხვადასხვა თეფშებიდან არის ძალიან მნიშვნელოვანი, ამიტომ თუ ერთი საჭმელი მიირთმევთ ერთ ღვინოსთან, მარტო ერთი მხარე ამ ღვინოს გაიგებ და თუ 10-12 სხვადასხვა კერძები მიირთმევთ ერთ ღვინოსთან, უკვე ამ ღვინოს ბოლომდე თავისი სიღრმიდან უკვე გესმის მისი სული და გული. ჩემი აზრით, ქართული იდეა რომ ერთ ღვინო უნდა ბევრი სხვადასხვა საჭმელთან ერთად მიირთვით, ბევრი უფრო საინტერესო და უფრო დახვეწილი ტრადიცია არის და ზუსტად მაგითომ ალბათ თანინიანი თეთრი ღვინოები, თქვა კაცეთელი ან კისი ან მსვანი, რომელიც ხანძლივი ჩაჩაზე აქვს მასერაცია, აქვს ესეთი გამაგრილებული ატრიბუტები, რომ სალადს და თევზს უხდება, მაგრამ ესეთი ჰერხემალი აქვს ძლიერი, რომ შეიძლება შემსვარი, თქვათ, ხბოს სვათან ერთად არანაკლებად კარგად მიდიოდეს და ჩემი იდეა, რომ ღვინის ტრადიცია ჩამოქალოდი კულინარული ტრადიციასთან ერთად და ყველაზე ამაღლებული სირთილე არის თუ ემერეთში იქნები მარგალიტად და იმ სოფელიდან კაი სოლოკაური დაკენებული
იმ ჩანჩქერში დაჭერული კალმახი, მანვე იმ ჩადი გაკეთებული კეცე, ნიქვის სოკოც რომ მიაქოლეთ ცუდი არ იქნება და იმ სოფელიდან მომღერლები, რომელიც იმ კილოზე მღერიან. აი, შენ თუ ამას განახორციელებ ამ ყველაფერს. იქნები ყველაზე მაგარი. ეს უნდა დავაბრუნოთ. თბილისში სამწუხაროდ ხშირად სუფრები რო უქორებ, მანვე არის ჩადი, ღომი, ელარჯი, ჩიშტარი, ჰაჩაპური, ყველაფერი ერთად ქრია და კილო და სახე ეს სხვადასხვა რეგიონები მაშინ იკარგება. უნდა ვეცადეთ, რომ რაღაცა რაჩული ჰარმონია დავიჩერეთ, ან სვანური, ან აჩარული, ან მესხური, რომ ეს ყველაზე საინტერესო მაშინ არის, როცა გურული კილოზე მღერის და ყველაზე გაზრებული არის გურული ჩხავერი, როცა მანვე არის გურული კერძი გვერდზე. ხო და ეს თუ დავაბრუნებ, ჯერ თავმოყვარულობა დავაბრუნებ თვითონ კუთხები და თავისი ღირებას, პლუს უცხოელს მოგცემ სური წარმომადგენლობა რა არის ქართული სამზარული. ჯონი, აი ჩვენ ვერ ერთად იქო ყველაფერი რა. რაღაც არ ვიცით ახლა მაგალითად რომ ჩამოვალთ შემდეგ შაბათ-კვირას რა ღვინოსთან რა კერძი უნდა გავსინჯოთ, ზუსტად არ ვიცი და თქვენ რესტორანში ამას ყველაფერს ასწავლიან ხო? ისეთ ადამიანებს, ისეთ კლიენტებს, რომლებიც არ იციან ზუსტად აი ეს კულტურა. და ჭირს კიდევაც სომელიეები საქართველოში ჭირს. აი არ არის კერძებთან, რომ აი ეს ღვინო, ამ ღვინოს გიჩვენს. მხოლოდ თეთრი და შავი ღვინო თევსთან თეთრი, გათმისთეთთან თეთრი და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, ერაკლი, აი ვინც გონიეს რამე იცის, ეს ბევრად უფრო რთულია. აი მე ახლა ვეძებთ ახალი მიმთანები, ახალი პროექტი მაქვს თბილისში. რომ მირეკავს ადამიანი მიმთანი და ამბავს, რომ მეო დავამთავრო კურსები ღვინის შესახებ და ბევრი რაღაცები ვიცი. მე უთარი ბოდიში არ მინდა. ხოდა ეს უქვირს, რატო ღვინის რესტორანი ხო არის, ამიტომ ორჯერ ზალო უნდა დავხარჯო. ჯერ უნდა ვასალო, როგორ უნდა დაგავისხებს ყველაფერი, რაც აქამდე აქვს ნასავლი და მე უნდა ვასალო, მე როგორ მინდა რომ გაიგოს. ანუ ღვინო როგორ უნდა გაიგებთ, არ არის მარტივი, აქ სუბიექტური მომენტი არის, როგორ უნდა დაახმარე კლიენტს, რომ სური ღვინო შეერჩოს, მისი ხასიათზე, როგორი აი ჰალესიანი ღვინო უნდას, ფილოსოფიური ღვინო უნდას რომანტიკული განწყობა, თუ უნდას რომ თავისი სობრობა ესეთი რამე დალიეს, რომ შეცვალოს. აი უნდა გაიგეთ ადამიანი რა უნდას, რას აფერებს რომ ჩამს, გარეთ როგორი ამენდი არის და იქიდან მიქარნახოს, როგორი ღვინო, როგორი ტემპერატურა რომელიც უფრო მოუხდება იმ კონკრეტულ სიტუაციაში, ეს არის მთელი სამყარო. ანუ შენი ახლა კონკრეტული ერთი გეგმა, რომლის შესახებაც საუბრობ, არის თბილისში ღვინის რესტორნის გახსნა. მოგვიყევი ამბობთ. ესეთი რესტორანი აზერპეშა, რომელიც ნაწილობრივად ჩემი იდეა იყო თავიდან, მაგრამ ახლა ბავშვების განათლების მიზნით გადმოვიდეთ. ზირეთი ბაზი გვაქვს თბილისში და რახან ახლა აქ ვართ, უფრო პირადად ვარ ჩართული აზერპეშის კონცეფცია. ესე კულინარული მხრიდან სოლაკში არის ინგოროქოვის ქუჩის დასაწყები კონსულარიესთან. ხო და მან გვექოლება ძალიან უნიკალური მომენტი, 120-ზე მეტი ნატურალური ევროპული ღვინოები. იგივე ეს არ არის ქარხნული ღვინო, ეს არის ოჯახში დამზადებული ბურგონდიდან, ბოჟოლეიდან, ჟურადან, ალპებიდან. არის ესპანეთი, სარდინია, კორსიკა, ესეთი რამე ამიერკავკასიაში საერთოდ არ ყოფილა. ესეთი ფართო დიაპაზონი. როდის იხსნება? მომავალ ორშაბათს, ეხლა ორშაბათს. ზუსტად დაერთ. იდეა მან არის ზუსტად ესე, რომ ბევრი პატარა თეფშები, რომ ეს ქართული მომენტი არ დავიკარგოთ, მაგრამ მან სერიოზული ფიუჟნის თემა არის, ამიტომ შეიძლება ნიგზიანი საჭმელი ჩვენ კახური რკაცეთელი უძლებს და ბურგონთან ერთად შეიძლება ამ ნიგზიანი ზედ გავლის და ბურგონთან ერთად შეიძლება ცოტა სვანერი მიდგომა უნდას აი რა მინდა გკითხოთ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ რა სტილსაც ამბობთ კვების და ღვინის დეგუსტაციის მე ვფიქრობ საქართველოში არის ღვინის მომხმარებელი მაგრამ აბსოლუტურად სხვა ტიპის ღვინის მომხმარებელია ეხლა თქვენ რო რესტორანს ხსნით შიში არ გაქვთ რომ შეიძლება მომხმარებელი არ ყავდეთ ან ვერ გაიგოს უბრალოდ მომხმარებელმა რომ აი მოდი მარტივად ვთქვათ ღვინოს საქართველოში კი არ სვავენ ყელში ისხავენ და თქვენ რასაც ამბობთ ხო თქვენ რასაც ამბობთ ხო არის გემოები და მე ვფიქრობ რომ არ არის ბევრი ხალხი ვინც გემოებს გაიგებს უბრალოდ მართალი ხართ ირაკლი და მაგითომ
30 ადგილიანი რესტორანი გავხსენეთ და არა 200 კაციანი რესტორანი. ამ 30 ადგილიანი მე ფიქრობ რომ არიან ქართველები, აქ ნასოვრი უცხოელები. თვითონ ჩამოსული ტურისტებისთვის მენიუ იქნება სუფთა ქართული თუ შეუკვეთებენ. იქნება ძველი ქართული რეცეპტები, რომელიც ხშირად არ შეხვდება უბრალო რესტორანებში. მე მგონი დუქანები და 3 ლიტრიანი 3 ლარი ლიტრი ღვინის რესტორანი საკმარისი ქმარა თბილისში ეს ეპოქი კარგად გავიარე და კარგად შეგვისავლია. ეხლა დრო დადგა შემდეგი ეპოქი, რაც მე ფიქრობ უფრო ნამდვილი ქართული. მაღალი ხარისხის ქართული. ჰიპი იქიდან მოდის რომ უნდა ჰალისიანა დრო უნდა გაატარა. თუ მეორე დღეს ვერ დადგები ფეხში, მაშინ რაკეტი ყოფილა, ეს ყოფილა, მაშინ ტრაუმას მიიღება. ხოდა მე ფიქრობ რომ აი თანდათან ამ საბჭოთა პერიოდი აი ყველაფერი რო საერთო იყო და კომუნალური ფირმები ეს დამთავრდა, ეხლა სოთა იყოს და ხარისიანი და არა ბევრი და უხარისოდ. ეს უნდა ნახოთ ყველაფერი, გენაც როგორი მსვანელები მოიქენოთ. უნდა მოძებნოთ ესეთი, რომელიც ქიმიური სასუქები არ არის. პური საფუარს არ სჭირდება, პურის დედას უნდას. აი ეს ნამდვილი ქართული რო იყო ხარისიანა და ცოტა, აი 20 კერძი ნუ იყოს მაგირაზე, იყოს 6, 7, 8, მაღალ ხარისიანი და ერთმანეთში რო ჰარმონიულად მიდიოდეს. და აი მას როგორ ფიქრობთ? ირაკლი ბოდიში ჩარტვა, ხო, აუცილებლად დასვი მე. შეკითხვა უბრალოდ ჩარტვის ბოლო ნაწილი უნდა ვნახოთ, ხოხბის ცრემლებს დაუბრუნდეთ ახლა, მოდი. ნინუცა გამზადა მე მგონი ყველაფერი. ნინუცა გოგოებო, სანამ თქვენ დააგემოვნებთ ჯონის დაყენებულ ღვინოს, მე უკვე გავსინჯეთ. ჩვენც დავაგემოვნეთ. თქვენც დააგემოვნეთ? კი. მე ქაწითელი მივირთვი გიას დავუჯერე, რომელიც ამბობს, რომ ქაწითელი ყველაზე მეტად უხდება კახურ კერძებს და კახურ სამზარეულოს. ჩვენი ერთობლივი მოღვაწეობა, ასე რომ ვთქვათ, უკვე დასრულდა, იმიტომ რომ თითქმის ყველაფერი მზად გვაქვს. გია ჩაკაფული? ჩაკაფულიც მზად არის. ჩაკაფულიც მზად არის, ეხლა ამოვიღებთ. და უკვე აქ გვაქვს ყველაფერი, რაც მოვამზადეთ. ნინუცა რთულია ჩაკაფულის გაკეთება? გადასარევი არის, გადასურნელი ამოვიდ. ჩაკაფულის გაკეთება არც თუ ისე რთულია. გაკეთებ შენ მე რო ჩამოხვალ. ჩვენთვისაც კი მარტივია. ჩაკაფულს? ხო, გაგვიკეთე. ჩაკაფულს მთავარია კარგი პროდუქტები გქონდეს და გაწონოს. ჩაკაფულისთვის მთავარია რომ იყოს ციკანი, ახალდაბადებული, ბატკანი ახალდაბადებული და გაზაფხულის პეტრუშკა. ოხრახუში. ოხრახუშის ამბავი მე უკვე ვიცი. სირცხვილი. დარხუნა აუცილებლად ალუჩა. ჩვენ ახლა კიდევ ერთხელ მოგიყვებით. თავარია რომ მე უკვე ვიცი ეს ამბავი და ახლა მოგიყვებით რეცეპტს ყველა იმ კერძის, მე არა გია მოგიყვებათ, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. გია. დრო იწურება ჩვენი ნელ-ნელა. გია, მოდი, მაყურებელს უთხრათ ჩაკაფულს რა ჭირდება? ჩაკაფულს ჭირდება ახალი ხორცი, ბატკნის ხორცი, სასურველია რა თქმა უნდა. ჭირდება ახალი გაზაფხულის მწვანილები, ესენია კინძი, დარხუნა, პიტნა, კამა, ჟაუნა, ძალიან უხდება, წიწმატი და ასე უხდება ძალიან ახალი ალუჩა. ბატკნის განაწილი უხდება თან ეგეც კითხე რა. მე მიყვას ლიმონი, ეს გემოვნებით. რა ვკითხო ირაკლი? აუცილებელი განაწილი ჯობია. ბოლოს დავამატო ლიმონი, უფრო ძალიან ცოცხალ სიმჟავეს აძლევს. ბატკნის რა არ ნაწილი მესმის თქვენი ხმა? ჯობიაო? ეს არის და უნდა ერთდროულად იყრება ხორცი და მწანილი, ერთად იშუშება და შემდეგ შეიძლება ბოლოში კიდევ დავამატოთ იგივე მწანილი, რომ უფრო ხასხასა და კარგი გემოქონდეს. სტუდიიდან გეკითხებიან რა ნაწილი ჯობია რომ გამოვიყენოთ ჩაკაფულში? ჩაკაფულში თლიან ბატკანს. თლიანი ბატკანი. თლიანი ბატკანი. თლიანი ბატკანი სასურველი. და კიდევ ერთი შეკითხვა ნინუცა. ხშირად ქართულ რესტორნებში ჩაკაფულს რო ვჭამთ, პრობლემა არის პატარა ძვლების ისენი ნატეხები გვხდება ხოლმე. ეს ჩემი გადასახედიდან მე კი ვიცი, რატომ, მაგრამ ალბათ აჯობებს რომ აუხსნას მაყურებელს როგორ გააკეთოს ისე რომ ვინც დააგემოვნებს დაზღვეული იყოს რომ კბილს არ მოიტეხოს და იმასთან არ მოხდეს. როდესაც ქართულ რესტორნებში ჩაკაფულს მივირთმევთ, ხშირად ძვლების ნატეხები გვხდებაო, ჩვენი წამყვანები ამბობენ. და მოდით აუხსენით მათ და ასწავლეთ როგორ გააკეთონ რომ ეს არ მოხდეს.
მიიღოს. ნუ ეხლა ძვლების ნატეხი გამორიცხული არ არის რა ჩავარდეს. ძალიან მაინც და მაინც შევს ნუ დავაბრალეთ რა თუ ჩვენ ჩაკაფულში შეიძლება რომ იყოს. შეიძლება იყოს. თუ გავაცლით ძვალს, აქ ძვალიც უნდა იყოს, ძვლის ტვინიც უნდა იყოს. მე ვფიქრობ რა ეხლა თუ ძალიან გავაკეთებთ ის რაღაც ძალიან დახვეწილი რაღაც ევროპულ ვარიანტში შეიძლება გამოვრიცხოთ, მაგრამ თუნდაც ძვლები იქაც მიღებულია და ძვლის ტვინი და ყველა არ არის პრობლემა. უბრალოდ ისეთი არ ეგდოს ადამიანმა დაიზიანოს ისე თორე ძვალი გადავიდეთ ახლა ჭინჭარზე. ჭინჭარი დიახ. ჭინჭრის რეცეპტი. ჭინჭის რეცეპტიც ასეთია. ეს მოხაშული ჭინჭარი აუცილებლად კახურის ზეთით არის შეზავებული და მას აქვს ახალი ნორჩი, მწვანე ნივრის ფოჩი, ახალი პიტნა, ახალი ხახვი, ახალი ქინძი და კამა. პირპილი და მარი. და მოხაშული პურიც იგივე ინგრედიენტებით შეიძლება შევანელოთ. უბრალოდ დღეს მე გვინდოდა რომ კახეთში რაც დღეს არის თავისთავად აი ბუნებრივად მოსული მწვანილები, ჩვენ იმაზენებს ვერაფერს ვერ მოვიგონებთ და ეს მინდოდა მე გაგვემზადებინა და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადე გიას. რომელმაც დიდ მადლობას გეუბნებიან ჩვენი წამყვანები. მადლობას გეუბნები გია მეც, რომ კიდევ ახალი კერძების მომზადება მასწავლე და დაგემშვიდობებით ჩვენ და მომავალ ხუთშაბათს უკვე სხვა კუთხის კერძებს მოვამზადებ. დიდი მადლობა ნინუცა და გია. ამასობაში ჯონი გეტყვი რომ მაყურებლის ზარები არ წყდება, როგორც ახლა ჩვენ საეთეროდან გვეუბნებიან და ყველა საინტერესებს სად არის რესტორანი, როგორც სიღნაღში, ასევე თბილისში სად გაიხსნება, რომ გავიმეოროთ. ესე იგი, სიგნაღის რესტორანი ქვია ხოხბის სრემლების მარანის რესტორანი და რომ შემოდიხარ ჩავლუბანიდან თუ მოდიხარ პირდაპირ აი რაც კი შედიხარ სიგნაღში ბარათაშვილის დაღმართი ქვიეს ქუჩა თუ დაბლაჩადიხარ აღმართი თუ და მეტრამეტი ნომერი თუ შედიხარ სიგნაღში ხელ მარჯვენა ალბათ ვისაც არ უნდა კითხოს სიგნაღში აუცილებლად ყველა გეტყვი. იქითხავთ დიდს და პატარას გასავლოს და ინგოროკოვის ქუჩა არის პირდაპირ კონსულარის უკან არის და მეორე ნომერი მისი დასაწყები არის აი თავისუფალის მოედანთან თუ ახლოს სალალაკში მე უნდა მარჯვენა. თბილისში რა ქვია რესტორანს? აზარპეშა. აზარპეშა ხუიცი ეს ვერცლის ჩურჩელი რომელიც თავადები იქნებიან ღვინის მირთმისთვის. ჩვენ ძალიან დიდი მადლობა გვინდა გითხრათ სტუდიაში მობრძანებისთვის და დამეთანხმება ჩვენი თანაწილ ჩემი თანაწილ მე ემოციას ვერ მალავ აი რაღაცა საოცარი გადაცემა გამოგვივიდა და მე ჯონის მადლობა მინდა ვუთხრა რომ აბსოლუტურად სხვა საქართველოს დამანახეთ ახლა ამ 2 საათის არც კი 2 საათის ხო ბოლოს შემოგვიერთდი ძალიან დიდი მადლობა ამისთვის და ახლა კიდე დაამატებთ ხო მე ვიცი სიმღერას არაჩვეულებრივ კახურ მოკლე მრავალჟამი. მაშინ ჩვენ შეგვიძლია მაყურებელს დავემშვიდობოთ. არაჩვეულებრივი სიმღერის ფონზე ხვალამდე გემშვიდობებით, კარგად ზანდებოდეთ და უმშვენიერეს სიმღერას გიტოვებთ. დიდი მადლობა. ეს ვარიანტი და მე კარგად არ ვიცი. გზაში მასამ. ირაკლის დიდი მადლობა. სანამ დავიწყებთ სიმღერას, ირაკლის დიდი მადლობა ამ არაჩვეულებრივი ექსპერიმენტისთვის. ჩვენ ნელ-ნელა გავშლით სუფრას რომ შევთავაზოთ ხო სიმღერა და კარგი და გისმენთ სიმღერას გიტოვებთ მოკლედ. Bravo!